აი ეს ავარიული ვინ მოიფიქრა ჭერზე დამაგრება. მასაჟი, სამართლების მასაჟი გვაქვს მესამე რიგზე. როგორ შევიდე, როგორ მოვატრიალო და რა ვქნა. გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო, ჩვენი სერვისი China Cars-ში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China Cars-ში შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. მოგესალმებით მეგობრებო, China Cars.G ვიმყოფებით Lynk & Co-ში. Lynk & Co ეკუთვნის ჯილის, როგორც ზიკრი, ადრე იყო ესე. ზიკრები იყო ელექტრო, Lynk & Co-ები იყო ჰიბრიდული, მაგრამ დრო გავიდა, ეხლა ზიკრსაც ყავს ჰიბრიდული და Lynk & Co-საც ყავს ჰიბრიდული. წამოდით ვნახოთ, დიდი ხანია გვინდოდა გადაგვეღო და გვეჩვენებინა თქვენთვის თუ რა არის Lynk & Co. წამოდით ვნახოთ რა ხდება შიგნით. მეგობრებო, Lynk & Co სალონში ძალიან ბევრი სიმპათიური, ლამაზი და საინტერესო ავტომობილია, მაგრამ მინდა დავიწყოთ ჩემი მიმოხილვა კონკრეტულად ამ ავტომობილით, რისთვისაც ჩამოვედი, იმიტომ რომ მქონდა გამიჩნდა შანსი იმის, რომ ეს ავტომობილი გადამეღო, როგორც კი გამოვიდა ეს ავტომობილი, მინდოდა რომ ეს ავტომობილი გადამეღო და მეჩვენებინა თქვენთვის თუ რა არის ეს. ეს არის Lynk & Co 900. ეს არის ავტომობილი, რომელიც დგას ერთი და იგივე ბაზაზე, როგორც ზიკრ 9X უკაცრავად და ჯილი M9, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ოქროს შუალედი. არც Z ლუქსი და არც იაფიანი ვერსია. თან ფასითაც მშვენივრად ჯდება პირველსა და ბოლოს შორის. წამოდით და ვნახოთ, რას გვაძლევს ჩვენ Lynk & Co, რა ვერსიებია და რას წარმოადგენს ეს ავტომობილი გარედან და შიგნიდან. Lynk & Co 900 არის სრულზომიანი crossover-ი, როგორც ეს ეძახიან. ეს არის 7 ადგილიანი crossover-ი, რომელიც დგას იგივე ბაზაზე, რაზეც დგას ზიკრ 9X და ჯილი M9. ამ ავტომობილს აქვს რამოდენიმე ვერსია, მაგრამ კონკრეტულად ამ ავტომობილში რა არის, არ ვიცი. მოდით გავაღოთ წინა ნაწილი, ვნახოთ თუ რა ხდება. მოგიყვებით ვერსიების შესახებ, თუ რამდენი ვერსია და რამდენი ვარიანტი აქვს ამ ავტომობილს და ამასობაში მოგვიანებით გაჩვენებთ თუ რა ბონუსები აქვს ამ ავტომობილს ინტერიერში. ეხლა კი გავაღოთ წინ ეგრეთ წოდებული, როგორც ეძახიან, კაპოტი და ვნახოთ რა არის შიგნით. სანამ გავაღებ საბარგულს, გეტყვით რომ ამ ავტომობილში არსებობს ორნაირი ძრავი, 1.5-იანი ტურბო და 2 ლიტრიანი ტურბო. ვნახოთ რა არის ამ ავტომობილში და ამ ავტომობილში ვერ მიხვდებით რა არის, იმიტომ რომ აქ არის პლასმასის ხუფი დიდი და პლასმასის ხუფი პატარა. რა თქმა უნდა, წინასწარ უკვე გავარკვიეთ და ვიკითხეთ თუ რა არის კონკრეტულად ამ ავტომობილში და აქ არის 2 ლიტრიანი ძრავი, მეგობრებო. ორიოდე სიტყვით ძრავების და კომპლექტაციების შესახებ. ესე იგი, გვაქვს ორი ვერსია. 1.5-იანი ძრავის, 1.5-იანი ძრავი არის 190 ცხენის ძალიანი. 190 ცხენის ძალიან ვერსიებს აქვს Basic-ი, Halo-ს ეძახიან და Ultra. განსხვავდება კომპლექტაციებით, იმიტომ რომ ელემენტი 1.5-იანს ყველას ერთი და იგივე აქვს, არის გეტყვით ეხლავე 44.8 კილოვატ-საათიანი, რომელიც გაივლის 220 კილომეტრ range-ს და რომელსაც აქვს 530 ცხენის ძალა ნებისმიერ ვერსიაში თუ საუბარი არის 1.5-იან ტურბო მოტორზე. ხოლო 2 ლიტრიან ვერსიაში, რომელიც ძრავიც არის ტურბო და არის 254 ცხენის ძალიანი, გვაქვს უკვე უფრო საინტერესო სიტუაცია. გვაქვს 2 მოტორიანი, 2 ელექტრომოტორიანი და 3 ელექტრომოტორიანი. რას ნიშნავს 3 ელექტრომოტორიანი? ერთ ღერძზე, უკანა ღერძზე აქვს მარჯვნივ მარცხნივ 2 მოტორი და 1 მოტორი წინ. ისედაც ხო ყველა 4-4-ზეა და გამოდის რომ უკანაც 2 მოტორი აქვს. ესე იგი, ტექნიკური მონაცემები. გვაქვს ერთი ელემენტი, რომელიც არის 52.4 კილოვატ-საათიანი, მაგრამ 2 მოტორიანს შეუძლია გაიაროს 280 კილომეტრი ერთ დატენაზე, ხოლო 3 მოტორიანს 268 კილომეტრი. ასევე ცხენის ძალებში. 2 მოტორიანს აქვს 480 ცხენის ძალა, ხოლო 3 მოტორიანს კი 630 ცხენის ძალა. განვიხილოთ ამ ავტომობილის ექსტერიერი, თურეთი განსხვავდება დაბალი ვერსია პატარა პრობლემებით, მაღალი ვერსია კარგი პრობლემებით, მისი სხვადასხვა ბონუსები და ასე შემდეგ. მოკლედ რა არის ეს? ეს არის
უზარმაზარი ჩემი აზრით გრძელი სრულზოვანი crossover-ი. შეხედეთ რაზე არის საუბარი, დიდი ცხვირი, აქ გვაქვს ეკრანი, სხვათა შორის ბევრს ეკრანს ეს ეკრანი არ მოწონს და რაღაცას აკრავენ ზევიდან ვარ ჩანდეს, თუმცა ამ ეკრანის გათიშვა შეიძლება. არ გეგონოთ რომ ეს ზოლები არის ფარები, არაფერი კავშირი ამას ფარებთან არ აქვს. ესაც ჩვეულებრივი როგორც ეძახიან day running lights, ეს დღისით ანათებს რომ ანიშნოს სხვა მძღოლებს, რომ ავტომობილი მოძრაობს. ფარები არის აი აქ. აქ არის ყველაფერი ჩამონტაჟებული. თუ შეამჩნიეთ რომ ავტომობილს არ აქვს გრილი. ავტომობილს არ აქვს გრილი, არანაირად, ქვევით აქვს უბრალოდ აი ესეთი პატარა რაღაცა, რომელიც ჰაერს ატარებს და შიგნიდან, როგორც ვიცი, იღება და იხურება იმ დონეზე, რადგანაც ჭირდება. ბევრს ამ ავტომობილზე ვერაფერს ვერ მოგიყვებით გარედან, იმიტომ რომ ეს არის დიდი ავტომობილი და არაფერი ისეთი არაფერი არ აქვს, ამას აქვს 11 სენსორი კამერა, ზოლის სენსორები, ლიდარები და ასე შემდეგ. სხვათა შორის მე პირადად ყოველთვის მხვდება ეს პატარა ნაწერი, რომელიც ანათებს და ყველა ლინკენკოს crossover-ებს გვერდზე ანთია ლინკენკოს ნაწერი. ეხლა კი ჩავჯდეთ შიგნით, იმიტომ რომ ამ ავტომობილში ყველაზე საინტერესო არის შიგნით. ჩავჯდეთ და ვნახოთ. სანამ ჩავჯდებით, სახელური როგორც კი კიდევთ, ეს სახელური გამოდის და როგორც კი კიდევთ ხელს, თვითონ გამოისროლა კარები. გამოვიდა ქვევით საფეხური. რაც მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ამ ზომის ავტომობილზე საფეხურის გარეშე ჩაჯდომა საკმაოდ რთულია, ხოლო საფეხურით კი ჩვეულებრივად ჩახტით ავტომობილში. გავწიოთ სავარძელი უკან და ვნახოთ, მოვირგოთ და დავიწყოთ მიმოხილვა. რა მომწონს? უკვე მასაჟი ჩაირთო. მოკლედ. ორიოდე სიტყვით, რა გვაქვს ინტერიერში? ეს არის წვრილი ეკრანი საჭის წინ, რაც მე სხვათა შორის არც თუ ისე მომწონს, ხოლო ერთი მიზეზის გამო. საჭის აი ამ გრადუსზე და აი ამ გრადუსზე, მარჯვნივ და მარცხნივ მიფარავს წინა მონიტორს, მიუხედავად იმისა, როგორ არ უნდა იყოს დარეგულირებული, ამოწეული, ჩაწეული, თუ რა პოზიციაში არ უნდა იყოს საჭე, მაინც ვერ ხედავ კუთხეებს თუ ვიყურები სწორედ. ყოველთვის მიწევს იქით-აქეთ ეს უკვე. დიდი ხანია შეუმჩნიე, როგორც კი ჩავჯექი ავტომობილში და მინდოდა ეს მეთქვა. დიდი, გრძელი, სრული ზომის მონიტორი, არა გაყოფილი, არამედ ერთი გრძელი მონიტორი, რომელიც სხვათა შორის, როგორც გვითხრეს, 6K რეზოლუციით აჩვენებს. ეხლა კი, ბოლომდე გავსწორდეთ, როგორ უნდა ვიჯდე მე და რავს ხედავ წინ ხედავ დიდ hood displays, ხედავ უზარმაზარ წინანაწილს ავტომობილს და ვგრძნობ ძალიან გემრიელად, ძალიან რბილ მასალას და კამერას, რომელიც ყოველთვის მიყურებს მე. შევხედოთ, რა გვაქვს კარებზე. კარებზე გვაქვს ჩვეულებრივი კლასიკური ღილაკები, ფანჯრების აწევა, ჩაწევა და სარკეების რეგულირება სხვათა შორის პირდაპირ კარებზე და ვიპოვოთ, აქ უნდა კონდეს, გვაქვს ღილაკი, რაც ძალიან კარგი ბონუსია. ღილაკით შეგვიძლია დავარეგულიროთ საჭე იქით-აქეთ და არა მენიუში ძრომიალით. ეხლა კი ვნახოთ რა ხდება შუაში, ინტერიერში, დავხუროთ კარები და შევხედოთ თუ რა შეგრძნებებია დახურული კარებით. მორგებული სავარძელი, რომლის რეგულირება შეიძლება როგორც სიგრძეში, ასევე სხვადასხვა პოზიციებში, დიდი დინამიკი და ვნახოთ რა გვაქვს შუაში. როგორც ვახსენე, უზარმაზარი გრძელი მონიტორი, ორი უსადენო სატენი, ჭიქების ჩასადებები, armrest-ი, რომელიც არ არის სხვათა შორის ღრმა და რატომ არ არის ღრმა, ალბათ უკვე ხვდებით, მაგრამ თუ ვერ ხვდებით, ცოტათი მოგვიანებით გაჩვენებთ. და საერთო შტაბეჭდილებები. საერთო შტაბეჭდილებებით ჯერჯერობით ვერ მოვირგე ნორმალურად, მაგრამ ისევ და ისევ, იცით, უნდა დავამახსოვრებინოთ. ყოველთვის, როდესაც თქვენ აკეთებთ რაღაცა მოქმედებას სავარძლის, საჭის, სარკეების რეგულირებაში, ეკრანზე გამოდის სპეციალური მენიუ, რომელსაც აჭერთ და ამ ეს მენიუ გეუბნებათ, რომ აი ახალი პოზიცია დავიმახსოვრო ამ ყველაფრის და ესე ირჩევთ სხვადასხვა პოზიციებს. ლინკენკო 900-ის ჭრიჭინ ტესტი. მოვიხსნათ მიკროფონი, დავდოთ და დავიწყოთ. რა, მყარი ხმები აქვს.
მონიტორი. ვერაფერს ვერ უშვები. 1 2 3 გადმოდოთ მიკროფონი აქეთკენ 1 2 3 ლინკენკო 900-მა აშკარად გაიარა ჭრიჭინ ტესტი. ეხლა კი გადავჯდეთ უკან, ჩემს უკან და ვნახოთ თუ როგორ ვეტევი მეორე რიგში. კარების გაღება ხდება ღილაკის დაჭერით და კარები ოდნავ ცოტას წინ ისვრის, მაგრამ ბოლომდე არ იღება, იმიტომ რომ ბოლომდე ელექტრონული კარებები არის მხოლოდ ყველაზე მაქსიმალურ კომპლექტაციაში. ისევ გამოისროლა, ჩავჯდეთ. ჩემი საყვარელი მოქმედება, ნახეთ რამ ხელაზე გაიღო კარები, პრაქტიკულად 90 გრადუსზე. ჩემი საყვარელი მოქმედება, ჩაჯდომა ამ მანქანაში ხელების დახმარების გარეშე. ესე იგი, რა გვაქვს? უკან გვაქვს საკმაოდ დიდი სივრცე, რომელიც ერთი მუშტი მაქვს ჩემს სავარძლამდე წინ, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ამ სავარძლის რეგულირება წინ და უკან. დამოკიდებულია იმაზე, მიზის უკან მესამე რიგში ვინმე თუ არ ზის. მაგიდა იმ დონეზე მაღლა დგას მაგიდა, რომ კომფორტულად მუხლებსაც არ ედება და აქ შემიძლია ჭამა, აქ შემიძლია ლეპტოპის რაღაცის დადება და არის ძალიან მყარი. აქეთ ამ მხრიდან არაფერი ზე საინტერესო გვაქვს. მონიტორი, გვაქვს პანორამული სახურავი, გვაქვს კამერა, ამას ყველაფერს გაჩვენებთ კიდევ ერთხელ. რისთვის სჭირდებათ იცით კამერა მეორე რიგში? იმისთვის, რომ მეორე და მესამე რიგის ხალხს ვინც ზის, ხედავდეს მძღოლი. ამასობაში მანდ იქნება მიკროფონი და დინამიკები, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია ხდებოდეს. ძალიან საინტერესო ფუნქცია ლინკენკო 900-ში. ჯერ ეს ერთი აქ და გვერდზე სავარძელზე გვიყენია სპიკერები, რომელიც მესმის მე და ეკრანზე გამოდის 2 ფილმი. ერთი ჩემთვის, ერთი გვერდზე მჯდომი მგზავრისთვის. შემიძლია ასევე გაუზიარო მონიტორი გადაუგდო იქით, ან პირიქით მან მომცეს თავისი ფილმი მე. მოკლედ, 2 ადამიანს შეუძლია უყუროს სხვადასხვა ფილმები, ერთ და იგივე მონიტორზე და ესმოდეს სხვადასხვა ხმა, იმიტომ რომ ხმა მოდის სავარძლიდან. აი, საინტერესო ფუნქცია, კიდევ ერთი. ბავშვები თუ ყავთ, არ იჩხუბებენ რას უყუროს რომელმა. ორივეს შეუძლია უყუროს სხვადასხვა მულტფილმი ან სხვადასხვა ფილმი. ვნახოთ რა ხდება ჩემს უკან მესამე რიგში. ჩავჯდეთ მესამე რიგში. შემოვედით ავტომობილში, გავისეირნეთ, გადავძრე და ჩავხტე. წინა სავარძელი არის საკმაოდ უკან გამოწეული. არასწორად ვჯდებოდით, მაგრამ შვენივრად ვჯდები რაღაცა ვიპოვე. ესე იგი, მესამე რიგში 2 დამოუკიდებელი ინდივიდუალური სავარძელია, რომელიც რა თქმა უნდა სათითაოდ იკეცება. რა გვაქვს მესამე რიგში? მესამე რიგში გვაქვს სავარძლების გათბობა, სავარძლების მასაჟი, სავარძლების მასაჟი გვაქვს მესამე რიგზე. სავარძლების მასაჟი, სავარძლების გათბობა. ეს რა არის? წინა სავარძელი გავწიეთ. აი თურმე ესე შემეძლო, გადმოსულიყავი და ჩამჯდარიყავი ავტომობილში, მე კი წრეებს ურტყავდი. და რა თქმა უნდა, ეს რა არის? ვენტილაცია, გაგრილება. მინდა გითხრათ, რომ ის კომპლექტაცია, რომელშიც ვზივარ ახლა მე, არ არის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია, მაგრამ უკვე ესეთ არა ჰაიპერ კომპლექტაციაში წარმოიდგინეთ მე მაქვს მესამე სავარძლების ყველანაირი მოქმედების შანსი, გათბობა, გაგრილება, მასაჟი, რეგულირება, ვეტევი შიგნით ნორმალურად და უფრო მეტიც შეუძლია უფრო მაღალ კომპლექტაციაში ამ ავტომობილს. ჭიქა, შუქი, დეფლექტორები, მარჯვნივ, მარცხნივ. და რა ვიპოვე? შეხედეთ, ფეხებს ქვეშ, აი აქა არის ეს შტეპსელი 220 ვოლტი. შემთხვევით წავაწვდი ამას ყველაფერს.
ეხლა ნახოთ, რა ხდება ყველაზე გემრიელ სავარძელზე. უკან მეორე რიგი მარჯვნივ. რა არის ყველაზე გემრიელი ესეთი ტიპის ავტომობილებში? უკან მარჯვნივ მეორე რიგში. ეს არის მაგიდის გარდა. Relax mode. და relax mode ამ მანქანას თურმე აქვს ეკრანზე. დავაჭერ relax modes და გამიწევს სავარძელს უკან, დამაწვენს და გამიკეთებს მასაჟს. მე მგონი ბევრ ავტომობილზე გაქვთ ნახეთ როგორ აკეთებს ეს relax modes, ამიტომ ბევრ დროს ამაზე არ დავხარჯავ. გაჩვენებთ ერთ-ერთ ისეთ ფუნქციას, რომელსაც სხვა ავტომობილებზე, სხვათა შორის ძალიან ბევრ ავტომობილზე ვერ იპოვით. შეხედეთ რაზე არის საუბარი. გადმოდივარ ავტომობილიდან. თუ მიხვდებით, რატომ იღება კარები თითქმის 90 გრადუსზე. ეხლავე გაჩვენებთ რატო. იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ მოცულობა იმისთვის ღია კარების, რომ გააკეთოს აი ეს. და იცით რაზე იყო საუბარი? არ ვიცი სინამდვილეა თუ არა, მაგრამ ამბობენ, რომ ეს რეჟიმი სავარძლის არის განკუთვნილი. შეხედეთ რისთვის. ჩამოვდები ფეხი, დავჯექი. გავწიე წინ. ესე. შეხედეთ, გრძელდება. ესე. ავიღე ანკესი, აქედან ამოვიღე ანკესი, შევაგდე, თევზაობ. მიდგას კარები პირდაპირ, მანქანა პირდაპირ ხიდთან მაგალითად ან რაღაცას და შემიძლია ვითევზაოთ, ან მასაჟს მიკეთებს ამასობაში და მთელი ამბავი. მაგრამ ეს არ არის მისი მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია. არსებობს კიდევ მეორე. რაზე არის მეორე? ვაჭერთ. შემდეგ relax, რამოდენიმე წამი გვიჭირავს და უშვებთ და ნახეთ რა ხდება. იცვლება სალონის კონფიგურაცია და უკვე სავარძელი არა ჩვენებურად არა სათევზაო რეჟიმიდან გადადის საოფისე მოსალაპარაკებელ რეჟიმში. რაზეა საუბარი? ნახეთ. მოტრიალდა. უნდა წავიდეს სავარაუდოდ უკან, წავიდა უკან და უკვე ისევ და ისევ 90 გრადუსიან გაღებულ კარებში ჩდებით ავტომობილში. ესე? კოლოსალური რაოდენობა არის ფეხებისთვის წინ, ამიტომ თუ ვზივარ აქ, აქედანაც შემიძლია დავჯდეთ, ნახეთ. აი ესე. ერთი აქა და მეორე იქა. ესე შეიძლება მოტრიალდეს ორივე სავარძელი, ავანთოთ შუქი, გავხსნათ პანორამული სახურავი, ჩამოვწიოთ დიდი მონიტორი, რომელიც გვაქვს შუაში, ვისაუბროთ კამერით მძღოლს, ყავდეს ეკონომიური და მძლავრი ავტომობილი, რა ჩამოვთვალო კიდე მეტი. უნდა გადავიდეთ, ვნახოთ რა ხდება ავტომობილის უკან და ვნახოთ საბარგული. წავედით. შევხედოთ რა ხდება Lincoln Co 900-ის უკანა სივრცეში. შუშა, რომლის შიგნითად არის თითქოს მატის ბროლის ნაწერი Lincoln Co. ბევრი კამერები, საკმაოდ დიდი ზომის ინფორმატიული უკანა სარკე და ნახოთ რა ხდება საბარგულში. როგორც კი გავაღე საბარგული, ბოლო რიგის სავარძლები წავიდა წინ. ზედა და ქვედა ნაწილის გაღება შეიძლება სათითაოდ. თუ გინდათ რომ ერთად გაიღოს, ეს უნდა დაარეგულიროთ მენიუდან. გაიღოს მხოლოდ ზედა თუ ორივე ერთად. საბარგული, არაფერი ზედიდი, ჩაეტევა ერთი მხოლოდ ჩემოდანი. საკმაოდ დიდი ზომის სხვათა შორის, მაგრამ რა თქმა უნდა მთელ ავტომობილს მართავთ აქედან. თუ ყავთ ნებისმიერი ვერსია, რომელიც არის basic-იდან ზევით, ანუ basic-ზე უფრო მაღალი ვერსია, გაქვთ რა თქმა უნდა როგორც გახსოვთ პნევმატური დაკიდების სისტემა და რა თქმა უნდა შეგიძლიათ ჩაწიოთ და აწიოთ ავტომობილი ზევით ქვევით. ეხლა იტანება ავტომობილი დატენას დასატენად არის შეერთებული უკაცრავად, ამიტომ ვერ ავწევთ და ვერ ჩავწევთ, მაგრამ ისევ და ისევ ისეთი რეჟიმები როგორიც არის სავარძლების წინ გაწევა და მოტრიალება არა რას შვება. წამოვიდა სავარძელი უკან და დაიწყო დაკეცვა. აბა ვნახოთ რა ხდება იგივე
აჰა, წარმოვიდა უკან და დაიწყო დაკეცვა. რაც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ კოლოსალურად დიდი სივრცე მე რომ მკითხოთ. თუ წინასავარძლებით წინ იქნება გაწეული ან იმათაც დავკეცავთ, საერთოდ ალბათ პატარა smart car შეგიძლიათ შიგნით ჩადოთ თუ არა და საკმაოდ დიდი საბარგულია მოკლედ და კონკრეტულად. ნახოთ აბა თუ დაიკეტება თვითონ. დაიკეტა თვითონ ქვედა ნაწილი და დავკეტოთ ზედა ნაწილი 1 2 3. Lincoln-კო 900 არ მაძლევს მოსვენებას, მაინტერესებს ჩვენს მიერ დარქმულ კონფერენციის რეჟიმში, კონფერენციის მოდში ჩაეტევა თუ არა კომფორტულად შიგნით 4 ადამიანი. აბა გამოვცადოთ. ესეც ჩვენი პირველი მინი საკონფერენციო ოთახი Lincoln-კო 900-ში. აქ მოვახდენთ China Cars-ის პირველ International Summits კრებას. წავედით. პირველი, please. How are you? Get in. Amen. Good. Get in. Please. და მე. Opa. ვა, დიდი ადგილია მინდა გითხრათ. პრაქტიკულად მაგი დაღაგვაკლია შუაში და რამე რა ვიცი. რამე გემრიელი. ესეც Lincoln-კო 900-ის ჩვენებურად საკონფერენციო ოთახი, conference mode. Lincoln-კო 900, გამოვედით test drive-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გზნობიარე აქსელერატორის პედალია და თითქოს ძალიან მსუბუქი ბომბულივით ავტომობილი მიყავთ, მინდა გითხრათ, რომ ეს ავტომობილი არის საკმაოდ მძიმე და მაშინ, როდესაც ეს ავტომობილი არ მიყავთ და საჭესთან არ ზიხართ, გრძნობთ თუ რაოდენ უზარმაზარი ავტობუსივით ავტომობილია. სრული ზომის SUV, როგორც ვიცით. მაგრამ ისევ და ისევ შტაბეშილებები ძალიან მარტივი სატარებელი. დიდი არეალი ხედვის, ყველა მხარეს კარგად ხედავ. Zikr 9X-დან განსხვავებით, მაქვს ერთი მინუსი. ანუ თუ შეიძლება ეს მინუსსაც ჩავთვალოთ, რა თქმა უნდა. უკანა ხედვის ინტერიერში, სალონში, სარკეში არ მაქვს კამერა. რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც უკანჯდომიარე ხალხი გადაწყვიტავს ჩართოს ფილმი და უყუროს, ჩამოწიოს დიდი მონიტორი და უყუროს კინოს, მე ვერ დავინახავ უკან ვერაფერს. ამასთანავე იყო ჩამოწეული და გზავრებმა ჩამოწიეს და ვერც ვერაფერი ვერ დავინახე. მაგრამ ისევ და ისევ ვიმარტივებ სიტუაციას, საჭეზე მაგღილა კი დავაჭერდა დიდ მონიტორზე გამოვა 365 გრადუსიანი კამერა. რას მივაქციე კიდევ პირველ რიგში ყურადღება? იმას, რომ ძალიან კარგად უნდა მოვერგო პატარა წვრილ ზოლ მონიტორს, რომელიც არის ჩემ წინ, იმიტომ რომ საჭე განსაკუთრებით როდესაც ხელები მიდევს ესე მიფარავს გვერდზე კუთხეებს მონიტორის, სადაც რაღაც ინფორმაცია გამოდის, რაც შეიძლება მე დამჭირდეს. ისევ და ისევ ყველაფერ მინუს აქვს თავისი შველა. ეს არის head-up display. Head-up display, რომელიც არის საკმაოდ ფართე, ფერადი, ლამაზი, მაგრამ ერთი მინუსი აქვს. აი ხა ვატრიალებ მე თავს და ვხვდები ამ მინუსს. რაზეა საუბარი? თუ გიკეთიათ პოლარიზაციული სათვალეები,
პოლაროიდებს აქვს ხოლმე პოლარიზაციული სისტემა, ბევრს აქვს ახლა პოლარიზაცია, ვერ ხედავთ ვერაფერს ხედავთ დისპლეიზე. ანუ ან ჩვეულებრივი სათვალე უნდა შეიძინოთ, რომელსაც პოლარიზაცია არ აქვს, ან უნდა მოიხსნათ სათვალე იმისთვის, რომ დაინახოთ თუ რა ხდება head-up display-ზე. უჩარჩო დიდი სარკეები გვერდებზე. კარგი ხმის იზოლაცია. რბილად დადის და ყლაპავს ოღრო-ჩოღროებს, პატარა ორმოებს და ბარიერებს. გამოვდივართ highway-ზე. ეხლა მივდივართ სტანდარტულ რეჟიმში. ჩემთვის ეს უკვე კომფორტული რეჟიმია, იმიტომ რომ შემდეგ მოდის სპორტი, შემდეგ მოდის უფრო მეტად კომფორტული და ასე შემდეგ. ამ ავტომობილს, როგორც ვიცით, ამ კომპლექტაციაში ყოველ შემთხვევაში აქვს პნევმატური დაკიდების სისტემა და რეგულირებადი ამორტიზატორები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავირეგულიროთ ავტომობილი ისეთ დონეზე, როგორზეც ჩვენ გვინდა, ჩვენი კომფორტის დონეს ვცვლით ამხელა ავტობუსს ვეძახი ხოლმე ესეთ ავტომობილს. რა გვაქვს ახლა? ამოვედით ხიდზე, ვიცით რამდენი ცხენის ზვალი გვაქვს ამ ავტომობილში, ვიცით რომ 120 კილომეტრზე უფრო სწრაფად ტესტ-დრაივის დროს არ უნდა ავკრიფოთ, რატომ გაამახვილეს ამაზე ყურადღება ჩვენმა ჩინელმა მეგობრებმა, იმიტომ რომ ესეთი სიმძლავრის ავტომობილი ძალიან სწრაფად კრიფავს 0-100. ამიტომ ჩვენი ტესტ-დრაივის დროს, როდესაც ვაჭერმე აქსელერატორს, გამოდის რომ პრაქტიკულად ვერ ხვდები თუ როგორ ვწდები 130, 150, 150 კმ/სთ სიჩქარეს, ამიტომ გაგვაფრთხილეს თუ შეიძლებაო რომ არ აკრიფოთ 120-ზე მეტიო. სამწუხაროდ წინ ავტომობილი მიდის და ჯერ ვერ გავაკეთებ ამის დემონსტრაციას, მაგრამ დავდექით ზოლში 1 2 3. თუ გესმოდათ თქვენ არ ვიცი, მაგრამ ავტომობილში ჩაერთო ჰიბრიდული სისტემა, ანუ რაც გულისხმობ, გადავიდა, მიეხმარა შიდაწვის ძრავი. რა შთაბეჭდილებები და რა ხმა იყო. ისმოდა სადღაცას შორს, რომ დაიქოქა მაღალ ბრუნვაზე შიდაწვის ძრავი. ამ შემთხვევაში ეს იყო 2-დან 0 ტურბო. გავიგონე ხმა, საკმაოდ ხმამაღლა გავიგონე ხმა, მაგრამ ვიყოთ ისევ და ისევ ობიექტიურები, მაღალი ბრუნვით ტრიალებდა ეს ძრავი და იმიტომ გავიგონე ხმა. ანუ არ არის ეს არ არის Rolls-Royce, სადაც არ გესმით არაფერი, თუმცა Rolls-Royce-იც გესმით, რას ვამბობ საერთოდ. მაინტერესებს თუ გავიჭედები სადმე. ვერ გავიჭედები, აქ შესაძლებელი არ ყოფილა, მაგრამ რა ტესტის გაკეთება მინდა? თუ გავიჭედები სადმე პატარა ქუჩაზე ესეთი გრძელი ავტომობილი და კონკრეტულად ამ ავტომობილზე ვზივარ პირველად ცხოვრებაში, შევძლებ თუ არა, ეგრევე ინტუიტიურად ამ ავტომობილის მოტრიალებას და გამოსვლას სიტუაციიდან. შევიდეთ მაგალითად თითქოს შემთხვევით მოხვდით რაღაც პატარა ქუჩაზე, სადაც დაიკარგეთ, სადაც უიმე, როგორ შევიდე, როგორ მოვატრიალო და რა ვქნა. ესეთი გრძელი ავტომობილია. მე ვზივარ პირველად ამ ავტომობილზე და ცადოთ როგორ მოვატრიალებ ამ ავტომობილს, მაგალითად მიწის ქვეშა პარკინგზე. მიწის ქვეშა პარკინგზე შემოვედით ძალიან გრძელი ავტომობილით. საინტერესოა როგორ გავართობ ამას თავს და შევძლებ თუ არა ამხელა ავტომობილით ესეთი ვიწრო და პატარა პარკინგიდან გამოსვლას. ეს მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც შემთხვევით ვიპოვეთ, არის ძალიან ვიწრო. თავიდან შეჩვევის გარეშე შთაბეჭდილება ისეთია, რომ სახურავს გამოვდებთ რაღაცას, ან ელემენტარულად მოსახვევში ვერ შევალთ, მაგრამ სულ არ მინდა უყურო სარკეებს, ყველაფერს ხედავ მონიტორზე, სად რამდენი სანტიმეტრი დამრჩა და როგორ მოძრაობ. როგორც ვიცით, ამ ავტომობილს აქვს ასევე ავტოპარკინგის ფუნქციაც, მაგრამ რაც ყველაზე კარგია ის, რომ Hyper-ის ვერსიაში, კომპლექტაციაში, რომელიც არის 2-დან 0 ტურბო Hyper-ი, სამძრავიანი. ეს არის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია და ამ ყველაზე მაღალ კომპლექტაციაში უკანა ბორბლებიც უხვევს, რაც გეხმარებათ პარკინგის დროს უაღრესად მაგრად. ვაღწევთ უпростоრეთ პარკინგიდან ზევით, წვრილ ქუჩებზე. მე რომ მცოდნოდა თუ რაოდენ
ვიწროა აქ პარკინგზე გზები, ამ სიგრძე ამხელა ავტომობილით, რა თქმა უნდა, არ ჩამოვიდოდი და თითქმის ვინანე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მივხვდი ძალიან მარტივად შემიძლია ამ ავტომობილის ტარება, ყველანაირი თავის კამერებით და ყველაფრით, ალბათ მეც აღარ დავფიქრდები და შევალ ნებისმიერი ზომის პარკინგზე, რომელიც განკუთვნილია პრინციპში ავტომობილებისთვის და სადაც შეიძლება ავტომობილით შესვლა. მოკლედ, ვისაც გეშინიათ და ვინც ფიქრობთ, რომ ეს არის დიდი ავტომობილი, ქუჩაში ვერ დააპარკინგებთ, მიწისქვეშაში ვერ ჩახვალთ და სადღაცას ვერ უკაცრავად და შეკვეხავთ ავტომობილს. დამეწმუნოთ, ეს არის ცრუაზრი, ყველგან დააპარკინგებთ და ყველაფერს იზამთ, იმიტომ რომ იმდენი დამხმარე სისტემები აქვს ავტომობილს, რომ საერთოდ არ გაგიჭირდებათ არაფერი. როდესმე თუ დაგიპარკინგებიათ ავტომობილი, ამას კიდევ უფრო კარგად დააპარკინგებთ. ეს არის ტესტ-დრაივი Lincoln Co 900-ის. მეგობრებო, ეს იყო Lincoln Co 900-ის მიმოხილვა. დასრულდა. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, დაგვისვით ლაიქები, მოგწერეთ კომენტარებში როგორ მოგეწონათ და მოგწერეთ კომენტარებში კიდე რისი ნახვა გინდათ. ეს იყო Lincoln Co 900.